კიდევ ერთხელ გამშვიდობისა, პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი, მე ვარ ჟურნალისტი ნინო რატიშვილი და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ღამის სტუდია. ჩვენი სტუმრები არიან ისტორიკოსი მამუკა კარტოზია. მოგესალმებით ნინო, მადლობა მინდა გითხრა მოწვევისათვის, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. და აღმოსავლეთმცოდნე გოჩა ჯოჯო. კი ბატონო, მეც ასევე მისალმებული ვარ სხვათა შორის რომ მივიდოდი, მაგრამ ეხლა ვინ შემოგვიერთდა, მეც დიდი სიამოვნებით მივესალმები და დიდი მადლობა თქვენთან სტუმრობისთვის. დიდი მადლობა პირიქით რომ ხართ ჩემი სტუმრები. მე სპეციალურად გავუსვი ხაზი ისტორიკოსი და აღმოსავლეთმცოდნე. ეხლა ისეთი სიტუაცია მსოფლიოში რომ ძალიან ისეთი პროფესიები. კი, დავიწყოთ საქართველოსიდან, მერე გადავიდეთ უკვე რა ხდება ჩვენს ახლო ვითარება, რა ვითარებაა. საქართველოში გელი ნიკოლაიშვილი იყო ჩართვით და დავამთავრე გადაცემა ამ ახალი კანონით, რაც გულისხმობს, რომ ესე იგი სიძულვილის ენა, უცენზურო სიტყვები, ეს ყველაფერი აკრძალულია. იცით რა არის? საშინელებაა, როცა აი სოციალურ ქსელში კითხულობ, ან უყურებ, რა თქმა უნდა, ცუდმეტყველებას, გინებას, წყევლას და არ ვიცი რაღაც საშინელი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ადამიანი ავლენს თავის თავს, ხო? იმიტომ რომ არასოდეს მე იმდენად კარგად ვიცი ქართული და წერა, რომ ყოველგვარი ცუდი სიტყვების გარეშე შემიძლია გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება, თუნდაც არა სახარბიელო, ხო? მე ეს ვითარება კი თუ აიგრძალება ძალიან კარგი, მაგრამ მე უბრალოდ ამ ხელისუფლების გადამკიდე ცოტა ვშიშობ, რომ ეს ყველაფერი სხვა რაღაცამდე არ მივიდეს. ნებისმიერი დაუშვათ ახლა ჩემი მხრიდან თუ ვამხელ ხელისუფლებას, იგივე მიწების გაყიდვის თაობაზე, იგივე სასოფლო-სამეურნეო მიწების, არასასოფლო-სამეურნეო მიწების იმაში გადაყვანაზე და ასე შემდეგ, ხო, იგივე ისეთი კანონების, ხა გელასთან საუბრობდი, ხო, იღებ კანონს, რომელსაც არ ასრულებ, ხო და არა და ცოცხალ ადამიანებთან გაქვს საქმე. და ეს თუ ჩაითვლება მაგალითად, მე არა ვარ, არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც გარკვეული ეტაპის მერე ესეც ჩაითვლება რაღაც შუღლის გაღვივებით და სიძულვილის ენად. ამ დროს რატო მხილება არ არის სიძულვილის ენა, ხო, ალბათ დამეთანხმებით. აი თქვენ როგორ ფიქრობთ? კარგია ეს კანონი? თავისთავად მე კიდე აღნიშნავ, რომ თუ შეწყდება სოციალურ ქსელში ამდენი წყევლა და გინება, ვერ გეტყვით, რომ უკმაყოფილო ვიქნები, მაგრამ სადამდე მივა ამ კანონის აღსრულება, როგორ ფიქრობთ? ბატონო მამუკა. რა არის ნინო, იცით, ეხლა გასაგებია, საერთოდ ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში კანონი მართავს და უზენაესი არის კანონი, ხო? გამომდინარე კონსტიტუციიდან, მაგრამ ეხლა რაც შეეხება ამ კონკრეტულ კანონს, მე უბრალოდ არა ვარ საქმის კურსში, როგორი კონფიგურაციით იქნება, აი როგორ იქნება განსაზღვრული, ხა თქვენ სწორი ბრძანეთ, ხო? სად იქნება სიძულვილის ენა, როგორი მაპროფილებელი იქნება, როგორ უნდა განსაზღვრო, რა მარკერი იქნება. ეს არის ყველაზე მთავარი, თორე იგივე რაც ხა თქვენ ბრძანეთ, მეც ჩემ თავზემა გამოსტილი თქვენს და თქვენს, რომ ნებისმიერი ჩემი გამოსვლა დაუშვა და რაღაცა პოზიციის დაფიქსირება, ხო? ცუდი სიტყვების გარეშე შეგიძლიათ, ხო? არა, ხო, მაგრამ მე დაუშვათ, აი მქონდა გამოსვლები უამრავი ტელევიზიაში და ისეთ საშინელ რაღაცებს მიწერდნენ, რა ქვია, კომენტარები, ხო? გასაგებია, შეიძლება არა ვარ მართალი, შეიძლება ჩემი პოზიცია არ არის მისაღები, მაგრამ ამას ხო თავისებური აქმა და დამოკიდებულება უნდა. რატომ ვარ მე დაუშვათ რაღაც ჩემი გარკვეული პოზიციის გამო ეხლა კონკრეტულად არ ვაკონკრეტებს, აი ისე ვიზახე, რაღაცა მაქვს კონკრეტული პოზიცია თქვენგან განსხვავებით და თქვენგან. ეხლა ჩვენ მეგობრები ვართ, მაგრამ მე მაქვს პოზიცია თქვენგან განსხვავებით, ნინო, გოჩასგანაც. ესე იგი ვლანძღოთ ერთმანეთი, ვაგინოთ ასეთი უტიფარი და უზენაო მიმართვებით ვაკეთოთ. ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია, ეს ასე უნდა იყოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ეს განსაზღვრული მარკერი, რაღაცა უნდა იყოს. რა თქმა უნდა, რა არის? აი რა არის? შენთვის შეიძლება ვიღაცისთვის დედის გინება, ვიღაცისთვის რაღაცის, ხო გესმით არა? ცოტა აი სპონტანურად და ემოციურ ტალღას მიმაჩნია ამ დაუშვათ ამ კანონის შემოღება, მაგრამ
უბრალოდ როცა გაიშიფრება, ვნახავთ, ეხლა სამმართველო იქნება, ხო, სპეციალური რაღაც სამსახური, ხო, 1 ივნისიდან დაიწყებს მოქმედებას და ვნახოთ, აი რა კრიტერიუმებით იქნება. მე მაგალითად მივესალმები და ეს ასეც უნდა რა თქმა უნდა, აი რაც გითხარით, რა იმ ჩარჩოში მოქცეული თავის განსაზღვრული კრიტერიუმები და თავის მიდგომებით. მეთოდოლოგია მთავარი, ხო, აი როგორ მიუდგები ამ პრობლემას. ეხლა ამას რო ვერ აღმოფხვრი ფაქტია, ეხლა გამორიცხულია, ხო? ეს კანონი დაუშვათ ამბობენ რომ მივიღეთ იმის გამო, რომ ეს იძულვილის ენა და დაუშვათ ეს უცენზურო მიდგომები იქნას ამოყრილი, მაგრამ ეს გამორიცხული არ იქნება. იქ შეიძლება კამუფლირებული იყოს და რაღაც სხვა სიტყვებით შეიცვალოს. ხო, იმდენი ტროლია თან. ხო, რა თქმა უნდა, უამრავი, ხო. მე იმას ვამბობ, რომ აქეთ მე არ მომივიდეს დაუშვათ რაღაცა ჯარიმის გადასახდელი. უბრალოდ რა არის, იცით რომ სახლის გაყიდვა დამჭირდეს, ხა ისე თანხებზეა ლაპარაკი, ხო და გააჩნია. უნდა იყოს, იმიტომ მე რამდენჯერ პირადად შემეხო, აი პირადად, ხო? აი მართლა აი ისე შემეხო რომ მართლა სერიოზული ის მომივიდა მე თვითონ პირადი თავიდან მე უკვე ნენელა შევეჩვე მაგრამ ძალიან ძნელია იცით ძალიან ძნელია როდესაც შენი პირადი პოლიტიკის და შენი სუბიექტური შენი ხედვის გამო შენი იარაღის მოგაკრავე რომ შენ ხარ სახელმწიფოს მოღალატე შენ ხარ ქვეყნის მტერი და ასე შემდეგ ეს დამიჯერეთ რა ეს ძალიან ძნელია და ძალიან მძიმეა თვითონ შენი შინაგანი კონსტიტუცია და შენი მორალური მდგომარეობით აი ძალიან აი მაგალითად ჩემი გადაცემები ხო იტვირთება YouTube-ზე და მე კომენტარები გახსოვთ ხო აი კომენტარები საოცარი ხა თქვენ ჩემთან ლაპარაკს არ გაცლით მე და არა გაქვთ გამოხატვის საშუალება პირიქით მე უბრალოდ ეს დიალოგის მომხრება და მონოლოგები მაგიზიანებს ვინც არ უნდა იყოს ხო და ისეთი კომენტარები იდება რომ ხო ვამბობ ნეტაის შენ მაგრამ მოქმედებს სერიოზულად მოქმედებს ხო იმიტომ რომ და ერთი ნინო ბუდის გიხდით რა დავამთავრებ. საერთოდ ეს აპრიორი ეს აქსიომაა და ეს შეიძლება ითქვას რა პოლიტიკური და გნებავთ იურიდიული რეფერენცი უნდა იყოს. კანონი აროზოს არ უნდა იყოს შურიძების იარაღი. ეს არის ყველაზე მთავარი. კანონი უნდა იყოს ყოველთვის სამართლიანი. რა თქმა უნდა და კანონის ფუნქცია არ არის შურიძეები. ამიტომ კანონი უნდა იყოს ერთი მოცემულობაში და კანონი რაც სააკაშვილი აკეთებდა, რასაც რომ კანონს იყენებდა თავის ოპონენტების და იმისი რა ქვია მაგას ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებდა, ხო კანონს. ეს არ უნდა იყოს. როგორ ფიქრობ დღეს ხელისუფლება იყენებს კანონებს თავის სასარგებლოდ მხოლოდ მე ვერ გეტყვით იცით ეხა შეიძლება იყენებს შეიძლება არ იყენებს აქ ცოტა საკმაოდ ძნელია იცით კიდევ ერთხელ ვამბობ აი ერთი მარკერი კიდევ ვინ განსაზღვრებს ვინ არის პოლიტპატიმარი ვინ არის პოლიტიკური დევნილი დაუშვათ არის თუ არა პოლიტიკური პატიმარი აი კანონის ხო მე მესმის ორ ადამიანზე ვსაუბრობთ ირაკლი დოკვაძე რომელიც მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებით დღესაც ზის ციხეში და სირცხვილია საქართველოს სირცხვილია იმიტომ რომ იქ იმდენი და იმდენი ცნობილი ადვოკატი იყო ჩართული. თან მეგონი მუდმივი პატიმარი. ვერაფერს არა იხდის საჯელს რომლის გამართლებულია და ანაზღაურებაც მიღებული აქვს. ესე იგი აი რო ამბობ ხო აი მე ვისაც უთხარ დაუშვა უცხოელ იმას რა ქვია იურისტს ყველა რასისულელია და იცინიან. იმდენად წარმოუდგენელი რამ არის და იგივე აი მაგალითად ვოვა არუთუნიანი აი წერილი გამომიგზავნა გელას ხელით აი სააკაშვილის და ბაიდენი კერა ბუში ხო და რომელიც უკვე ორჯერ ზედიზეთ ამ რეაბილიტაციის კურსებს გადის 21 წლის მერე მიიღეს კანონი რომ ვისაც უვადო პატიმრობა აქვს და გაივლის აი ამ რეაბილიტაციის კურსს თავის ინგლისურით კომპიუტერით ფსიქოლოგიურად და ასე შემდეგ მერე ესე იგი სასამართლოს უნდა წარუდგინონ და გამოუშვან ორჯერვე უარი უთხრეს და საერთოდ მხოლოდ ერთი ადამიანია ესეთი უვადო პატიმარი რომელიც აი ამ კანონის თანახმად იყო გაშვებული პროცესზე გამოდის რომ მოსამართლე ესე იგი პასუხისგებას გაურბის და ის რა ქვია იქიდან საიდან წარმოდგენილია ხო საქმე ისინიც პასუხისგებლობის აღებას გაურბიან და ეს ადამიანი ციხეშია აი ესეთი კანონები იცი რა არის ყველა კანონი სამწუხაროდ ხო რომელიც არ არის სიმართლეზე დაფუძნებული ან და იღებ იმიტომ რომ ვიღაცას უთხარო და რა დემოკრატიული და როგორი მართლმსაჯულება გაქვს და როგორი ის რა ქვია ჰუმანური და რომელსაც არ ახორციელებ აბსოლუტურად რა და პატრონი ვინ არის და ამ დროს ამასობაში იღებ ისეთ კანონებს რომ ტროტუარზე თუ გაივლი და თუ არ მოგეწონები დამაკავებ
ამ დროს ტროტუარზე რამდენი ადამიანი დადეს, ხო? მაინც და მაინც მე რატო უნდა დამაკავო თუ გამოვედი და რაღაცას ვაპროტესტებ. ამ ქვეყანაში ქვეყნის გასაპროტესტებელია, უმიწოდ ვარ დარჩენილები, ხო? და აი ამას ვამბობ მე. ეს კანონიც მე შინია რომ იქამდე მივიდეს რომ ჩვენ შეგვეხოს. ზუსტად მაგას ვამბობ, ისეთ არ უნდა იქცეს შურიძეების და ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად. ამაზეა საუბარი, რა თქმა უნდა. რამდენად გაქვთ იმედი? ხო, ნუ ახლა ნახოთ როგორ იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე მივესალმები ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე და მე იმეც ვიტოვებ, რომ ეს კანონი უნდა იყოს მართლა მიმართული ზუსტად რაზეც არის მოცემულობა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, საკმაოდ ძნელია ხა დღევანდელ ქართულ სინამდვილეში დაიკავო ხო ეს ხო და განხორციელება რა თქმა უნდა ყველა თავისი მოცემულობები დაწყებული ჩვენი ქართული ცხოვრების წესიდან, ჩვენი იდენტობიდან, ჩვენი მოცემულობიდან, ნუ ყველაფრის გათვალისწინებით საკმაოდ ძნელი იქნება ამის დაცვა, მაგრამ მე მეშინია და დამწყდება გული რომ აი ეს შიში მაქვს და ეს ეჭვი რომ იმ ტროლებს ვერაფერს ვერ უზავენ და ის ჩვენზე განხორციელდება ეს ხო აი ეს არის სამწუხარო ვინ შეასრულებს ვინ იქნება აი დამოკიდებულება აი საკმაოდ ისეთი ჯერ მე აი ძალიან ბუნდოვანი ის ამაკს წარმოდგენა და აი ვნახოთ გოჩა სულ შენს როცა საუბრობ გადაცემაში მარტო როცა ძიხარ ესე აფერუმ შენ ყოჩახ მინდა გითხრა რომ შეგიძლია ესეთი ენერგიით წაიყვანო ხოლმე მაგრამ სულ გაქვს დემოკრატიაზე პრეტენზია დემოკრატია ჩვენ ხო ვიცი ჩერჩილმას თქვა ხო ეს დემოკრატიაზე უკეთესი არაფერი მოუგონია ადამიანს თორე ესე რა არისო დემოკრატია აი რას ნიშნავს დემოკრატია აი საქართველოში აი რითი იზომება და აი ჩვენთან არის დემოკრატია გადართა სხვადასხვა არხებზე და ნუ რას არ მოусმენ ხო და რას არ გაიგებ ეს არის დემოკრატია თუ დემოკრატია ის რომ კანონები სრულდებოდეს და კანონები იყოს სამართლიანი აი საქართველოში არის დემოკრატია აი სწორედ დასვი იმიტომ რომ შენ წინა ცხოვრებაში ჟურნალისტებამდე მაინც იურისტი იყავი რეალურად სინამდვილეში ხო კანონის მართლობა დემოკრატია დემოკრატია პირდაპირ გაგებით ხალხის მართლობა არ არის იმიტომ რომ კი ამას ნიშნავს დემოსის მართლობა განმარტებით არის მაგრამ სინამდვილეში ესე პირდაპირ ხალხის მართლობა არც ერთ სახელმწიფოში ესე არ ყოფილა მაგრამ რითი განსხვავდება დემოკრატიული სახელმწიფო არადემოკრატიულისგან როდესაც კანონი ყველასთვის ერთია და თან კანონი სამართლიანი კანონია ხალხი მონაწილეობდა ამ კანონის მიღებაში თორე შეიძლება დიქტატორმაც მიიღოს კანონი რომელიც სრულდება ამ კანონს ყველა ემორჩილება მაგრამ რადგან დიქტატორის მიერ არის მიღებული და დიქტატორმა ის კანონი მიიღო და ის ჩათვალა საჭიროდ რასაც ის თვლიდა თორე ხო შეიძლება კიდე გეუბნებით თვითონ ის რამდენად ევროკავშირი დიქტატურა არ არის ეს არის საბჭოთა კავშირის ძალიან ცუდი ვარიანტი კომუნისტებს ჰქონდათ ესეთი რამე პროლეტარიატის დიქტატურა ხო ესეც ფორმა იყო უკვე დიქტატურა კანონის დიქტატურა იყო უკვე პროლეტარიატიდან გამომდინარე იყო რომელიც შეიძლება სხვისთვის ეს კანონი მიუღებელი ყოფილიყო მაგრამ თავისთავად სახელმწიფო ნიშნავს რომ კანონიერი ძალადობაა კანონი შე შემთხვევაში აი ფიქციად რომ გადაიქცევა ეგ არის საშინელება თუმცა აქაც არა იურისტი ვარ მაგრამ ნუ რადგანაც რამდენიმეჯერ მომიწია საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა და კანონმდებელი ვიყავი, გინდა არ გინდა ეხები, ხო, ამ თვითონ კანონის არსი რა არის. ყოველ შემთხვევაში პარლამენტის წევრი ამას უნდა ცდილობდეს, თორე ახლა პარლამენტის წევრები არიან ისე ამთავრებენ პარლამენტს, ან ისე ხვდებიან პარლამენტში და ისე ამთავრებენ, რა არის კანონი და რა არის თვითონ კანონის შემოქმედება, ამას პარლამენტი არის ეგეც აი სანამ ახლა შემოვიდოდი გადაცემა იყო ველოდებოდი და იქ მაშინ ნიუსები მიდიოდა მისი რა ქვია საინფორმაციო გამოშვება და შინაგან საქმეთა მისი უშიშროების მინისტრის დაუკავებიათ რაზე კანონში წერია რომ თუ კი 100,000 ლარზე მეტი თანხა შემოაქვს ვიღაცას საზღვარზე და არ აკეთებს მის დეკლარირებას მაშინ ნახეთ კანონი რას ამბობს ან მას აჯარიმებენ 10% იმ თანხისა რომელიც შემოჰქონდა ან მთლიანად ჩამოერთმება რადგან კანონმა და კანონმდებელმა ან დაუშვა
მაშინ უკვე შემსრულებელზეა დამოკიდებული რას იზავს და ეს საწყალი მინისტრის მოადგილე ძრაზეა დაჯერილი, ხო? კანონმა უბიძგა იქითკენ, რომ მას შეეძლო ეს თანხა რამოდენიმე მილიონზე იყო ლაპარაკი, რა ქვია, რუსული რუბლი, 40 მილიონი რუსული რუბლი. ადგა და ჩამოართვა. იმიტომ რომ კანონში წერია ან ამას რატომ ამბობ? ჩვენ გვაქვს კანონმდებლობაში. მაგრამ მე $250,000 შედგა გარიგება. ანუ კანონი იძლევა ამის საშუალებას. ანუ უყურე უმრავლეს შემთხვევაში კორუფციის, ანუ კანონ დარღვევის თვითონ საფუძველს თვითონ თავად კანონი ქმნის. რატო ამბობდა ახლა მამუკა იმას, რომ მე არ ვიცი კრიტერიუმები რა იქნება. ანუ იმასია საუბარი, ხო? შეურაცხყოფას რასხებულობ. სულელი არის შეურაცხყოფი, ლიტერატურული სიტყვა. იდიოტი, შეურაცხყოფელი სიტყვა. მაგრამ ბრიყვი არის აბსოლუტურად ლიტერატურული და ცენზურული სიტყვა. არ შეიძლება მაგრამ არის თუ არა შეურაცხყოფა. როდესაც ვამბობ და სიტყვა ბრიყვს ვიყენებ, თქვათ, პრემიერ-მინისტრის ან რომელიმე მინისტრის წინააღმდეგ, ხო? ჩემს ხო, ჩემს ასე ვთქვათ, ყოლბახიძეზე ბრიყვს ვერაფრით ვერ. არა, მე ხება მართლა გამიფაროს რა განაიმიტომ რომ ეს უბრალოდ ბრიყვი ნამდვილად არის, მაგრამ მე ძალიან მიყირს. მაგრამ გააჩნია, ხო, ხლა უყურე მე რას ვფიქრობ, ხლა მამუკას ვეთანხმები იმ სულის კვეთებაში, რომ რასაკვირველია რეგულაციებში როცა მოაქცევ რამეს, ხო? გარკვეულწილად ადამიანების მარტო მორალურ მხარეზე კი არ არის, კანონი რატო შემოვიდა, ხო? მანამდე არსებობდა მორალური, ასე ვთქვათ, რაღაც გარკვეული კრიტერიუმები, რომელიც ბევრად უფრო მაღალია და მისი არეალი ფართოა, ვიდრე კანონში, რომელიც ასე ვთქვათ, რაღაც ჩარჩოებში გაქცევს. ჩვენ ცხოვრობდით, სხვათა შორის, თუნდაც იმ საბჭოთა პერიოდში, რიგ შემთხვევაში იყო მორალური კანონები და იცოდი, რომ შენ თუ ასე მოიქცეოდი, უბრალოდ ის საზოგადოება, რომელშიც ასე მოიქეცი, მეორეჯერ საერთოდ აღარ გაგიკარებდა და შენ თავისთავად დასჯილი იყავი. ამ ახალმა სისტემამ, რომელშიც ყველა ადამიანს უფლება მიეცა, რასაც უნდა იმას ისაუბრებს, როგორც უნდა ისე დაილაპარაკებს საზოგადოებასთან და დანარჩენი საზოგადოება კი არ განდევნის მას. ხო, აი ადამიანი, რომელიც თქვა ბილდ სიტყვაობს. ეხლა მე ამას იმიტომ ვლაპარაკობ, ჩვენთან ოჯახში კაცო შვილი მყავს, რომელსაც ვერ მოვაქციე ჩარჩოებში და იგინება, იფურთხება, ნუ თავისი ასე თუ რომ ვეუნები, რომ მეთქი მოაკეთებ ამას, ის ამბობს, მე ასე გამოვხატავ ჩემს ემოციას. მაგრამ შეხედე მეთქი, შენ რასაც გამოვხატავ. მე თუნდაც ის ადამიანები, რომლებიც ამას ნახულობენ. ერიდებათ ხშირ შემთხვევაში თუნდაც მართალ აზრს ამბობ, მაგრამ ისეთი ფორმით ამბობ ამას, რომ ვიღაცამ თუნდაც ის რომ მოწონების იქნება ეს თუ ან თუნდაც რაღაცა გამოხმაურების, ხო? ამასაც კი თავს იკავებენ. ამას რატო ვამბობ ახლა მე რატო ვაძლევ ჩემ თავს უფლებას? ადამიანების დიდი ნაწილი რასაც შენაბო მამუკა, მე შეიძლება არ მომეწონა შენი აზრი, მაგრამ მე ჩემ თავს არ ვაკადრებ იმას, რომ არ ბილდ სიტყვაობით, ან გამაღიზიანებელი, ან შეურაცხყოფელით რაღაცა გითხრა. იმიტომ რომ ჩემ თავს არ ვაკადრებ, იმიტომ მე შემიძლია ამის გამოხატვა ჩემი არგუმენტებით და ამას თვლი ნორმალურად. მეც მეტყვი ქართული იმდენად ვიცი, რომ ყოველგვარი ბილდ სიტყვების გარეშე ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო თან ისე რომ მე ჩემი ვთქვა და დაუშვათ ვერაფერში ანუ უყურე რაზეა ლაპარაკი ხშირ შემთხვევაში ადამიანებმა თვითონ შევქმნით ის გარემო. ხო, თვითგირსებაც არის ადამიანი. გასაკვირველია. ჩვენ შევქმნით ისეთი გარემო, როდესაც ჩვენთვის ასატანი გახდა. ის რომ ვიღაცა რო იგინება, ნუ არა უშავს რა და მე იმის მერე კიდევ თქვათ მას რაღაცას პასუხს გინება და ეს წევლა და ქალებისგან, აი ესეთი უკან, აი მართლა ჩვენთვის წარმოუდგენელი. ან აი რა მამუკა პოლიტიკური მოსაზრების გამო ადამიანს ეხლა სხვათა შორის ჩვენ როგორც კი პირველი დღეებიდანვე დამოუკიდებლობისკენ ნაბიჯები გადავდგით და მივიღეთ დამოუკიდებლობა, როგორც კი პოლიტიკაში შემოვიდა სიტყვა აგენტი. ხო? ამას როცა პოლიტიკოსი ამბობს, რომ მე თუ ვამბობ, რომ ნინო შენ აგენტი დიდი ხანია შემოსული იყო იქამდე ეროვნული მოძრაობა. ან მაგიტომ ვამბობ, დამკვიდრდა. მე თუ პასუხს არ ვაგებ იმაზე, რომ მე თუ ვიღაცას, ეს არის ჩვეულებრივ, აი ეს არც ქუჩის წესები გონიათ ზოგიერთებს, რომ ეს რა ქვია, კიდე თუ არა თან იმ ტრადიციული გაგებებით, რომ აი ძველბიჭური იმითი რა ქვია, იქ სწორი იყო. ისიც საიდან მოდის თუ ამოვალ. როცა მე პრეტენზიას ვამბობ ვინმეზე, მე ვარ ვალდებული რომ დავამტკიცო. იურიდიულადაც სახელმწიფომ ეს მიიღო და სწორია. ანუ თუ ვამბობ აგენტი, მე თუ მტკიცება არ მოვაყოლე, მაშინ პასუხისგებლობა ჩემზე რომ მე შეურაცხყოფა მივაყენე ადამიანს. ჩვენთან როგორ არის? ეს იმაზე კი არის ლაპარაკი, როცა ჩვეულებრივ მოქალაქეს ეუბნება, შენ აგენტო, ან ძალაუფლება არ აქვს. არა, ხელისუფალი ეუბნება, კაცო, ვიღაცას, რომ ეს არის აგენტი.
და ამას არ ყვება სასამართლო გადაწყვეტილება. ხელისუფლებასაც ეუბნებიან რომ მე ხელისუფლებასაც ეუბნებიან რომ შეხარ აგენტი. იმაშებიან, ხო, ისინი იმისი აგენტები. ჩვენთან მithumetes ნახერა საოცარი რაღაცა მივიღეთ. რელიგიას კი ბატონო აქვს ის მომენტი და ჩაულებრივი რამეა, როდესაც მაგალითად არ არის ღმერთი გარდა მუჰამედისა და არ არის ღმერთი გარდა ალაჰისა და მუჰამედია მისი მოციქული. ან თუნდაც მწამს როცა ვამბობ, ხო, მწამს ერთი ღმერთი მამაყურს, მაგრამ როდესაც პოლიტიკაში შემოვიდა. ესე იგი მე ის ვარ, რა ქვია, თუ ვამბობ რაღაცას ევროპაზე, რომ იცი რა, აქ რაღაცა ისე არ არის და რუსეთს არ ვაგინებ, იმ წუთას მე ვარ რუსეთის აგენტი. აი ზუსტად მაგას ვამბობ. ან მეორე მხარეს, თუ მე არ ვამბობ, რომ ევროპა ეს არის გარყვნილება და რომ ევროპა ეს არის საშინელება, მაშინ საშინელება როგორ შეიძლება და რელიგია რატო ახსენე ხარ? რელიგია დოგმაზე დგას. ხო, იმიტომ რომ რელიგიას აქ ესე ან ამას აღიარებდა ესეა და პოლიტიკურ ნაწილში, როდესაც შემოდის, რომ დოგმისეურად, რომ შენ გინდა თუ არა, თუ ამას არ ამბობ, თუ შენ არ ამბობ, რომ ისა, რა ქვია, ევროპა გარყვნილია, მაშინ შენ ხარ საზიზღარი ევროპელი, რომელსაც გინდა ჩემი ქვეყნის და არა, ისე რა, ქრისტიანობა არის სახელმწიფოს. თუ არ აგინე, ამის წინ იყო, რომ თქვენ დეპუტატს ეკითხება, ჟურნალისტ მესმის ადამიანურად გან არა, ჟურნალისტს თქვენ როდისმე შეგიგინენ პოლიტიკოსია, დეპუტატია, პარლამენტის წევრია და ის თავის თავს უფლებას არ აძლევს, რომ სხვა სახელმწიფოს თუნდაც მტრულად განწყობილ არ ვაგინებ და ამას უთulis რომ აჰა თქვენ ესე იგი თქვენ ხართ პუტინის ასე არ შეიძლება აზროვნებრივ. აი ნახე რელიგია ქრისტიანობა არის ფუნდამენტი სახელმწიფოსი, ხო? თუ წარსულის გარეშე არაფერი არ არსებობს, თუ წარსული არ აქვს, ესე იგი მომავალი და აწყოც არ აქვს, ხო? ეს არის ფუნდამენტი და მეტნაკლებად მე არ ვამბობ რომ ეხა ქრისტიანობა, მაგრამ მეტნაკლებად მას აქვს ბალანსის უნარი სახელმწიფოში. უნდა გქონდეს. და აქვს კი ხა ხაროთ არ არის ხა ზუსტად ამაზე საუბარი. კი, მაგრამ ნახე, ჩვენ ვიყურეთ, ხო, იგივე ჩვენ პატრიარქის დაკრძალვას და როგორ განიცადა მთელმა ერმა, ხო, მისი გარდაცვალება 17 მაისი ნახეთ, ჩვენ ნახეთ ახალი არჩევნები და პატრიარქიო მეუფეშიოს რო არ მიჩვეული. ხო, მესამე. და ჩვენ ნახეთ იგივე იმაში, რა ქვია, სოციალურ ქსელში რა ამბავი იყო ამასთან დაკავშირებით. აი, იცი რა არის საშინელებაა, როდესაც, მაგრამ როცა ღმერთის არ ეშინია ადამიანს, ძალიან ძნელია, იცი? შეიძლება გეშინოდეს პოლიციის, კანონმდებლობის, მაგრამ თავარი თუ ღვთისშიში არ აგაკ, ნუ ძალიან უბედური და ცოდო ხარ. იგივე, ნინო, რა თქმა მძანეთ, ხო, პატრიარქზე განათლება აქვს მიღებული მუსლიმ ზაგორსკი არის აი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემოკარგო მაგრამ და ატეხებს თელი ამბავი რომ რუსეთის ხო აი ნუ ეს ხო რა აი ხო ეს უნდა ეს შენ მეუფე სერგინსაც დამთავრებული ქონდა საინტერესო იყო 17 მაისი მაგალითად პატრიარქი მასე მაქვს ლაპარაკი ამ შემთხვევაში გარდაცვლილ პატრიარქზე უწმინდესა და უნდას ილია მეორეზე ყოველთვის იყო მოზომილი ხო აი რატომ იყო საყოველთაო აი მართლაც ესეთი სიყვარული მოზომილი იყო პოლიტიკურ ნაწილში მოზომილი იყო ნებისმიერ იმ საკითხში რა LGBT-სთან მიმართებაშიც კი ხო ახლა ჩაულებრივია გასაგებია რა პოზიცია უნდა ქონოდა არა მას ქონდა ეს მოზომილობა არ არის მას ქონდა ის პოზიცია რომელიც უნდა ქონდეს ქრისტიან ადამიანს და მით უმეტეს მოძღვარს ერის წინამძღვარს პოზიციის გამოხატვაზეა საუბარი ხო ხა გინებით ნამდვილად არ გამოხატავდა ხა მაგრამ უყურე აი რატო თორე მას კატეგორიული განცხადებებიც აქვს გამოცდილებას ალბათ ახალი პატრიარქით ჩვენი ალბათ რაღაც გარკვეულწილად გამოცდილება მასაც სჭირდება და ალბათ ესაც ექნება როდესაც შენ ცალსახად და რატომ გამოიწვია აი რაღაცას გავყვეთ უყურე 17 მაისი არის და არის სწორედ იმიტომ რომ რაღაც გარკვეულწილად ეს იყო ოჯახის ღირებულება და სიცოცხლის მოძებნა იმიტომ რომ ამ 17 მაისს როცა უნდათ ამ იმაში გამოსვლა ლიბერალურ LGBT იმას პატრიარქმა არ უყურე იმიტომ უყურე მაგიტომაც გეუბნები ეს იყო გარკვეულწილად სწორედ კომპრომის ჩხუბში კი არ უნდა ყოფილიყო არამედ ალტერნატივა შექმნა მისი და ამ ფორმით გააკეთა და როდესაც შენ აქ ხელისუფლების 3 წარმომადგენელი გამოვიდა. როდესაც მარტო ხელისუფლება გამოგყავს, მაშინ გამოდის რომ თითქოს ეს ეკლესია გაყევი, რა ქვია, თუნდაც იმას რა ქვია, პატრიარქის აღსაყდრების იმაშიც როგორ იყო. მხოლოდ ხელისუფლება პატრიარქი ჩვენი რაც გარდაცვლილი, ცდილობდა მუდმივად ბალანსი გაეკეთებინა. გადაიქცა
თითქმის ეკლესია პარტიულ განამატად. არა, მე შეგახსენებ რომ ხალხი ამბობს რომ ეკლესია ეს მარტო მე ვარ. არა, პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი გადამეტებულია, გესმის? აქედან გამომდინარე მეორე მხარეს უკვე უჩნდება, მე არ ვამბობ და არ ვამართლებ, რომ მათ მიერ თქვა გამოთქმული აზრების ისეთი ფორმით გამოხატვა კარგია, ისევე როგორც ყოველთვის მოზომილი იყო პატრიარქი როცა ამბობდა. იცი რა, სანამ ისინი აბორტი რო ცოდვა, ამაზე რასაკვირველია, მაგრამ როგორ ამბობ ამას? უტოვებ თუ არა ადამიანს შანსს იმის, იმიტომ რომ ადამიანი ცოდვილია და ადამიანები პირდაპირ ადამიანებიდან მოყოლებული სულ მიკვირდა ხოლმე. პირველად რო წავიკითხე რომ ცოდვით ვართ გაჩენილები, ამბობ რატო? და მე რო გამეცანე მე მივედი ხო რატო? და ეგ არის ნათლობა, მე ამ ცოდვას უკვე გამოვდივართ ამ ცოდვით. ანუ შენ როდესაც კატეგორიულობის მომენტი, მე ამას იმიტომ კი არ ვამბობ. ალბათ კიდევ ვამბობ, ბევრ რამეში მას ეს გამოცდილება მიცემს იმის საშუალებას, რომ ფორმები ისე იყოს მოძებნილი, რომ ადამიანებს არ გაუჩინო რაღაც გარკვეული, ისევე როგორც კანონთან მიმართებაში კანონზე ვლაპარაკობთ პირველად. კანონი. ესე იგი, ნახე რა შეასაქმე, გოჩა, ერთი წუთი რა, ძალიან ნაკთხო. როცა შენი ემოციებით, ხო? მაგალითად თქვა პატრიარქმა, მე მაგალითად გამიხარდებოდა პატრიარქს, რომ როდისმე მიმართოს ხელისუფლებას, რომ აბორტი თუ ცოდვა, ამიტომ ხელისუფლების და სახელმწიფოს პირველად დანიშნულება, რომ ოჯახებს მისცეს იმის საშუალება, რომ ბავშვები გააჩინონ, იმიტომ რომ წარმოიდგინე, როცა ბავშვს აჩენ რისთვის, იმიტომ რომ ქუჩაში კი, მაგრამ ნახე, როცა აკრძალეს აკრძალეს ყველა ოჯახს სადაც აბორტი გაკეთებულია, მე ამას ეხლა რატო ვამბობ? მე არ მაქვს ეგ პრობლემა. ის მართლმადიდებელი პატრიარქია. ადამიანებს დიდ ნაწილს აქვს ეს მომენტი, გავიგეთ ხო? გოჩა, ეს არის პატრიარქი, მართლმადიდებელი პატრიარქი და რისი თქმა უნდა მამუკა ალბათ დამეთანხმები, ხო? ნახე როგორი სიტუაცია, მე მესმის ადამიანებს უჭირთ ოჯახში. უჭირთ, ხო? მე მართლა მესმის, რომ აი ვისთვის აჩენ, ქუჩისთვის აჩენონ ბავშვები, როცა გატყვევენ რომ ფასები ისა დაბლა იწევს და 20 თეთრი აკლდება და მეტი არაფერი, ხო? აი სასაცილო ვითარებაა, მაგრამ ის პატრიარქია, იცი რა არის, როდესაც ჩვენ თავს ესმილა, როცა ესეთი კრიტიკული ხარ, ნახე, როცა ესეთი კრიტიკული ხარ პატრიარქის მიმართ, შენ ბზარს უჩენ დედა ეკლესიას. და ამიტომ ღვთის შიში, ნახე რა არის, იმიტომ გოჩა, ესეთი მაგარი თუ ხარ, მოდი რა ხელისუფლებას მიმართ. ის კი არა რაღაცა სისულელე იმებით, ვიზა ლიბერალიზაციაზე კი არა ლაპარაკო. თუ ეგეთი მაგარი ხარ და ასალანძღავ ჩვენ პატრიარქს, ხო? მაშინ ხელისუფლება საქმეზე ელაპარაკე. საქმეზე და არა იმაზე, LGBT-ზე. ეს ნინო თუ შეიძლება დავამატე, აი რას საუბარი შეეხლა ცოტა სხვა თემაში გადავედი და ზუსტად რას თქვენ, ხო? ეს არის ზუსტად პირდაპირი მესიჯი ხელისუფლების. არა აბორტს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ დემოგრაფიულ პრობლემას მიხედოს, რასაც ჩვენ საუბრობთ. ეს პირდაპირი ეხა პატრიარქია და ვერ იტყოდა, ხო, მაგრამ მის ეს დევს, აი ეს მიმართულებით. რა თქმა უნდა. რომ დემოგრაფიულ უმძიმესი პრობლემა დავანებოთ რა ყველაფერს დავიდა ნახეთ რა ხდება, ხო? აბა რა. მიგრაციული სიკტილე უფრო ბევრი ხდება, ვიდრე იბადება. უარყოფითი. და მიგრაციული სავალი რა არის? აი რასაც მოგამბობს, მაგრამ ხელისუფლებას თუ ამას არ ეტყვი, მამუკა შეიძლება უნდა იგულისხმებოდეს, მაგრამ რა თქმა უნდა, ხო, და აი ზუსტად იტყვის, აუცილებლად ამას დღეს ხვალ იტყვის. რა თქმა უნდა ეტყვის. ხვალ იტყვის უმძიმესი დემოგრაფია რო არის. ხო, აი ერთ რაღაცას ვიტყვი და გავჩუნდები, უბრალოდ რა არის, იცი? თითოეული თავდასხმა პატრიარქზე დღეს პატრიარქშიოზე, ჩემთვის არის თავდასხმა დედა ეკლესიაზე. მე იმისი შიში მქონდა არჩევნების წინ, რომ ისე არ მოხდეს, რომ რაც უკრაინაში მოხდა. ეს არის ჩაფიქრებული. ამიტომ მე მესმის დავუჩვენე, ესეთი პრეტენზიული რო ხარ პატრიარქის მიმართ, საკუთარი თავის მიმართ იყავი ეგეთი პრეტენზიული, კაცო. და ეგეთი სიბილწეები არ დაწერო. დაუშვათ არ მოგეწონა, ხო, მაგრამ რეებს წერ, ხო უნდა იფიქრო. აკრძალვით, მოდი ესეც რატო ვთქვი თავიდან, შინაგანი მორალის მომენტი ერთ-ერთი მთავარი და საფუძველი რა არის? აკრძალვებით პრობლემა მოიხსნება? ხო, ახლა სოციალურ ქსელში არ დაიწერება ეს აზრი იმას არ ექნება? ჩვენ იმას იქ ვიაძებოთ, რომ ადამიანებს, რასაც მამუკა ამბობს, შეუქმენი რა ის გარე მამუკა კი ეძახის, რომ ეს ნიშნავდა მაგას, რომ ასე უნდა გაიგოს ხელისუფლებამ და ეს ხელისუფლება ნახე როგორ იგებს, ეს პატრიარქი ჩვენია,
ჯერ წინა საარჩევნო პერიოდში როგორ მიდიოდა, შემდგომაც როგორ ვითარდება, მე კი ველოდები და სხვათა შორის ერთი რაც ყველაზე კარგი დავინახე იყო რომ იმ ბავშვებთან დაკავშირებით საპატრიარქომ გამოთქვა როგორც იქნა თავის პოზიცია. გამოთქვა და შეფასება და ზუსტად ამიტომ ველოდი. იმედი მაქვს მე ხვალ და ზეგ ხელისუფლების კი არ არის ეკლესია კაცო. არ არის ხელისუფლების არასოდეს არ არის ეკლესია რა. ეს არის აი ნახე ეს არის შენ მაინც იცი რომ მე ამ ხელისუფლების მიმართ არა ვარ ლოიალური ხო? მაგრამ ეხა ეკლესიაც გავჩხირო ამაში და გავთხვა რომ ნამდვილად არ მინდა. არა გამორიცხულია რა. აი ნამდვილად არ მინდა გესმის და შენ ხელისუფლებას ეხა ეკლესიის გამო და აი ამითი შენ არც თემა გაინტერესებს. დილობის გულისთვის ეს არ არის პირდაპირ არ ეხება რასაკვირველია დღევანდელ პატრიარქს, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც მასთან ერთად არიან და რაღაცებს გეგმავენ, ის დილობის გულისთვის ხელისუფლების გარდა. თანებით თავი ოპოზიციას, მაგრამ გამოყავს პრეზიდენტი, გამოყავს პარლამენტის თავმჯდომარე, გამოყავს პრემიერი, გავიგე ვიღაცა ისე მაინც საზოგადოებრივი ეს არის ყველაზე გამოცდილება ძალიან ბევრი საზოგადოების ისეთი წევრი იყო გოჩა ხა მარტო კობახიძე დაინახე და ივანიშვილი ვერ გავიგე იყო ძალიან სიტყვა კი მაგრამ იქ ძალიან საზოგადოების ძალიან კარგი ისეთი ცნობილი ისინი იყვნენ წარმომადგენლები ნუ მე ხა ისე გამოდის რომ შენ ეკლესიას მე ვისას ამითი ვიცავ სწორედ ეს ხვალ და ზე კეთილი უნდა ინებო გოჩა გაითვალისწინო ხო და ამიტომ შენ ამითი კი არ იცავ ამითი შენ აგულიანებ იმათ ვინც საკუთარ თავს ისა უფლებას აძლევს რომ აი ესეთი სიტყვებით მოიხსენიოს დედა ეკლესია და პატრიარქი არა მან კიდევ ერთხელ ვამბობ რა მოცემულობა არის ასეთი აბორტი არის მკვლელობა მორჩა აი აქედან გამომდინარე უკვე რასაც ხო დღეს პატრიარქმა ეს ბრძანა ხვალ ამას მოაყოლებს ეს გაიშლება ეს თემა გამორიცხულია გოჩა რო არ მოხდეს იმიტომ რომ ეს იყო ძალიან სერიოზული მესიჯი რა თქმა უნდა აბა მე ვერ არ არის რა ვერ იტყვის რა ეს რაც თქვა კიდე და აი იმიტომ რომ ხო ძალიან უჭირს ხალხს რა ერთი როცა ეკონომიკური კოლაფსი გაქვს შენ და ასოციალურია თვითონ სოციუმი ხო შენ როგორ გინდა რომ აქ მოუწოდო მრავალშევი ხო ამას ვერ გააკეთებ მაგრამ ძალიან კარგად გააკეთდა ეს თვითონ აბორტი ამიტომ აბორტი მკვლელობაა და კარგად შემოიტანა ეს რა თქმა უნდა მიმტევრობა და მაგაში თემა წამოსაწევია მაგრამ იქვე მე ვფიქრობ რომ ალბათ კიდევ ამბობ ფორმებია მოსაძებნი მაგრამ ისი რა არის ისა რა ქვია პირველი გაცხადება იყო შორის პატრიარქი წმინდა ელია მეორე როდესაც იყო სულ ახალი პატრიარქი არჩეული ჩვენ მაშინ პატარები ვიყავით მაგრამ მე დარწმუნებულია რომ მასაც ეხა რაღაცა გარკვეული დრო დასჭირდა ხო იმისთვის რომ გამხდარიყო ილია მეორე მთელი საქართველოს ამიტომ და მით უმეტესად ხო გახსოვთ რამდენი დრო დაჭირდა იქამდე მივიდა ილია მეორე და მესამე მეოთხე შვილის გაჩენა მონათლობა დაიწყო თვითონ ეს რაც ეკლესია შეუძლია გააკეთა უდიდესი ეს ფაქტიურად დემოგრაფიული სახელმწიფო თუ არ მიეხმარა მარტო ეკლესია ასეთი ფორმით ვერ იზრდება რა თქმა უნდა ეს უნისონში უნდა იყოს ამიტომაც სახელმწიფომ როგორც ნაბიჯი უნდა გადადგას ისევე დასაწყისში კანონიც ყველასთვის ერთი თუ არ იქნა კანონიც ისე თუ არ იქნა შენ აგრძალვებით მარტო ისევე როგორც ნარკომანიას აგრძალვებით მარტო ვერაფერს ვერ უზრუნველყოფ რა თქმა უნდა აი სანამ არჩევობს მოთხოვნილება მანამდე მუდმივად აი ჩვენ ნახეთ ხო მე წინა იმაში გავუშვი მზია ამაღლობელი როგორ ესე იგი აი ნებისმიერი კრიმინალი შანსი არ არის რომ ტკენოდათ გებუაძეს რა აი ხო ის პარამეტრი თუმცა მე მიმაჩნია რომ რაღაცა ისა თავშეკავებულება აუთმენის ვალდებულება გაქვს როცა ჟურნალისტი ხარ როცა დეპუტატი ხარ მაგრამ ნახე ეს კანონი გაქვს ისეთი რომ ეტკინათ გებუაძეს და 2 წელი მიუსაჯეს და აგერ უყურებთ რომ ქართული ოცნების დეპუტატი მანჯგალაძეს როგორ უთყავს და იმას არ დაწერა გაიგე განცხადება კანონში ბევრი რამე ხდება ეგრე გაცულა აი დემოკრატიაზე ვსაუბრობდით ხო და მინდა ცოტა გადავიდეთ ხო მინდა ძირითადი მაგისტრალური ხაზიდან მაგრამ არ აღუშვათ ძალიან საინტერესო თემა იყო რა შეეხება დემოკრატიას დემოსი და კრატოსი ხო ხალხის ხელისუფლება ჩვენ საქართველოს მაგალითზე უნდა განვიხილოთ იმიტომ რომ საინტერესოა ხა სხვაგან რა ხდება არ მაინტერესებს ამ ხრივ ჩვენ მოცემულობაში კარგი არაფერი არ ხდება არც სხვაგან მინდა სამწუხაროდ რა არის იცით აი ყოველთვის ვამბობდი და ჩემი დაკვირვებით ასე რომ ჩვენ საქართველოს და ქართულმა ხალხმა ვერ ავითვისეთ არასახელმწიფოებრივი აზროვნების გამო ეს ჩვენგან დამოუკიდებლად ხდებოდა იმიტომ რომ
ჩვენ რო დამოუკიდებლობა დავკარგეთ, ანუ სახელმწიფოებრიობა დავკარგეთ, ამასთან ერთად სახელმწიფოებრივი აზროვნებას დაიკარგა. მე არ ვამბობ სრული გლობალური მასშტაბით. თვითონ ადამიანში, ხალხში, იმიტომ რომ შენ ის აღხმა რომ შენ სახელმწიფოში ცხოვრობ, დამოუკიდებლობა ჩვენ ეს არ გქონია. ის კი არა კანონებსაც ვერ ვწერდით, ხო? იმიტომ რომ დამოუკიდებელი ქვეყანა არ ყოფილა და სხვა ვიღაცის შემადგენლობაში ვიყავით ბოლო 200 წელი ვიყავით რუსეთის შემადგენლობაში, ხო? დემოკრატია ნიშნავს ადამიანის უფლებებს, ხო? დემოკრატია არის კვინტესენცია მთელი ცხოვრების წესი. ცხოვრების წესია რა. რომელიც მაგრამ გააჩნია შენ რომ ხო და აი ზუსტად შემოკარგო უნდა მოერგოს რა. არის რუსული დემოკრატია, არის გერმანული, არის ფრანგული, ყველგან ერთანაირი ხო არ არის ეს დემოკრატია, ხო? ჩვენთან სამწუხაროდ ეს ვერ განვითარდა. ბრიტანული დემოკრატია. ხო, ბრიტანული და სხვადასხვა. აი, ეხლა თქვენ რო ბრძანეთ, ხო, იგივე კანონის აღსრულებლობა. აი, დააკვირდით მოცემულობას, ხო? კანონი ეხლა შენ ნინო მაგალითი რომ მოიყვანე, ხო? კანონი არ უნდა იყოს ვიღაცისთვის ცალკე შექმნილი, ხო? აი და სულ მახსენდება ამ კანონთან მიმართებაში რასკოლნიკოვის გენიალური ფენომენი, ხო? დანაშაული და სასჯელი. რასკოლნიკოვის შემოვიდა ლიტერატურაში და პოლიტიკაში დაივანა თავი როგორც რასკოლნიკოვის ფენომენი, რასკოლნიკოვის მაგალითი, ხო? მისი მსჯელობა. ხო, რასკოლნიკოვის ეს დოსტოევსკის ასე ქონა, გვარებზე ქონა მას ქალაქების გახსოვთ, ხო, ის ნაწარმოებში როგორ აქ თავისი მაშინ. აი ზუსტად ეს არის მისი განსჯა, ხო? აი ნაპოლეონზე მოსაუბრებს ხო რომ აი აბსოლუტურად გენიალური პასაჟია ხო ნაპოლეონი რომელსაც მილიონი კაცი დავიდა გმირად გამოხატესო კაცო ხო მკვლე ხო და კანონი ვისთვის არის კანონი არის დაუცველი და უმცირესობისთვის არის ამბობდა ხო რასკოლნიკოვი იმიტომ რომ ზუსტად ასე გამოდის დღეს შე რომ აშავებდა იმას თქო მზიამაღლობებს უკვე იგივე დანაშაულზე სხვასაც უნდა მოთხოვ იმას არა აქვს მნიშვნელობა ეს პარლამენტის წევრია ხო მაგრამ კანონი გაკიცი როგორი თუ გეტკინა და უჩივლე მაშინ ეკმედებაზეა საუბარი. ხო, აი ზუსტად ხელის მოქნება, აი ეს არის კანონის და ეხლა ეთკინა არ ეთკინა იქ. კანონში ესეა გესმის. ხო, და მაგრამ არა ქმედება იჯება, არამედ თუ ეთკინა და რა ეთკინა ეგეთი დგებუადეს რომ ახალგაზრდა ხალი ვერ მოვერგეთ ჩვენ სამწუხაროდ ვერ მოვერგეთ და ვერ ავყავთ. თუმცა მე მიმაჩნია რომ არ უნდა გაელატუნებინა. ვერ ავყევით, იცით? ბევრი არის, აი დაუშვათ, ბევრი ნიუანსი. ჩვენ 32-33 წელია დამოუკიდებლები ვარ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს ვაშენებთ. ეს გზა ზოგიერთმა ქვეყანამ ამ გზის გავლას 100 წელი მოანდომა 50-60 ომები, რევოლუციები და საშინელი რაღაცები, რომ მოსულიყვნენ დღევანდელ დღემდე ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენ მიგვაჩნია ეტალონება დემოკრატიის, ხო, რომელი არავინ აღარ მიმაჩნია ეტალონება. არ ვიცი ხა, ხო, რომელი არის, ხო, ეტალონა და იგივე ევროკავშირის ქვეყნებიც არის. იგივე რელიგიასთან დაკავშირებით, ეხლა რაც საფრანგეთის აი ყველაზე ნიშანდობლივი იყო საფრანგეთის რევოლუცია. დიდი რევოლუციას ეძახიან, მე რატომ არ ვიცი, ხა ჩემთვის მეუღებელია, მაგრამ ხა დააკვირდით რა მოხდა. იქ რელიგიის წინააღმდეგ იყო ბრძოლა, ანუ რელიგიის სოციალიზაცია მოხდა. რელიგია დაიყვანეს, როგორ იცი, დაიყვანეს ჩვეულებრივ კატეგორიამდე და გენიალური ძალიან კარგი ნაშრომია ამასთან დაკავშირებით გერმანელი მეცნიერია, რომელსაც საოცარი ტერმინი იხმარა მაშინ მთავრობაზე ფრანგების იმის გარეშე, ლოცვის გარეშე იყო ხელისუფლება ლოცვის გარეშე. წარმოგიდგენიათ, აი ხელისუფლება იმჟამიდელი საფრანგეთის ხო ეს ნაპოლეონამდეა საუბარი, იაკობინელები, ჟირონდისტები და ასე შემდეგ ხო, სანამ ნაპოლეონი მოვიდოდა ხელისუფლებაში ხო. ანუ ხელისუფლება ლოცვის გარეშე. აი ეს მოხდა და დღესაც ჰაიდეგერი ამბობდა რომ აზროვნებას გადაიჩვია ევროპა. ვერა მორჩა, აი დაიკარგა. ისე რაღაცა თუ დამეთანხმებით, აზროვნება თუ შერჩენილი აქვს, ხო? პოსტსაბჭოურ სივრცეში აქვს შერჩენილი ადამიანებს, იმიტომ რომ აი ხანდახან ისეთ რაღაცებს ვაწყდები, ვიცინო, ვიტირო, აი ელემენტარულად აზროვნების დეფიციტია რა. რასაც ჩვენ ესე უიმე და ღმერთო ჩემო და ეხა არ ვიცი, აზროვნების დეფიციტი არ აქვს მას ურსულას მოაზროვნეა და დემოკრატიაზე ევროკავშირი და დემოკრატია ხო სასაცილოა. ნინო, შემოკარგო, ეს არის მიდგომა და აკვირდით ევროპის მიდგომები, ხო? იგივე ჩვენთან მიმართებაში, საქართველოსთან მიმართებაში, იგივე ეს ყბადაღებული დიპსტეიტი, ხო? აი დააკვირდით რა, უკვე სამართლ უკვე ეს გახდა როგორ იცით, აი საღლიცინო დღეს იყო თუ გუშინ არ ვიცი კითხულობდი. არ არის რომ ისა ხო, არა, რომ აი
ოთახშია ის გერმანელის რო იზახო და აი სად არის ვერ ვნახეო deep state. ეს არსებობს, ეს ყოველთვის იყო. წაიკითხეთ რა ეს ლიტერატურა რა. ცნობილი იმისი მწერლების მეოცე. ხო, არა, საერთოდ ყველა ქვეყანამ გაიარა. ეს ხდებოდა, არის და იქნება. და ეხლა არის გლობალური მასშტაბი და მსოფლიო ეს deep state არის რაღაც ხო წარმოსახვითი არ არის რა ხო არ არის პიროვნები რაღაც შემდგარი რაღაცა არსება გუნდი ჯგუფი რა ვიცი რომელიც მუშაობს ამას აკეთებს ეს სხვა შორის საბჭოთა კავშირის დროსაც იყო საბჭოთა კავშირის დროსაც იყო ეს აბა ბრეჟნევის პერიოდი რა იყო და არ მითხრათ რომ ეხლა ეს მიხრწენილი ბებრები მართავდნენ ხო 80 წელს გადაცილებულები ნუ ეხლა მერე უკვე რო წამოვიდეთ გორბაჩოვის და ელცინის დროს ხო საერთოდ ხო იგივე ელცინი აიღეთ ელცინი ნახევრად მკვდარი იყო ვინ მართავდა ელცინს ხო აი რადგან დემოკრატიაზე დავიწყოთ საუბარი აი რა მინდა გითხოთ იცით აი მაგალითად ირანი და დღეს ყველა ამაზე საუბრობს რა ამერიკაზე ისრაელი ამერიკა ირანი აი ირანი ხო დაუშვათ ჩაცმულობით თავისუფლებით ხო ნუ იქ სხვა წესებია რა და ამიტომ მე რა მიმაჩნია იცი ამიტომ ეხა მე ვერავინ ვერ დამაჯერებს რომ ნათანიაჰუ და ტრამპი ღამეები არ ზინავთ რომ ისე უნდათ დემოკრატია ირანში და ამას იმიტომ აკეთებენ რომ დემოკრატია არ არის ირანში ხო აი ამას ვერავინ ვერ დამაჯერებს ეხა და რაშია საქმე აი ეს ქვეყანა ხო აი მით აღმოსავლეთწოდნე ხარ ისტორიკოსი ხარ ცხოვრობს ესე მე მაგალითად რა მიმაჩნია იცი რომ მე არ მიმაჩნია მართლაც რა აი ვიღაც საქართველოში ხო გვაქვს წესები და ეხლა ხო და ამას აკეთებს ევროკავშირი ხო არ მოსწონს ეს ჩვენი წესები და მაქსიმალურად არა ნახე რომელ წესებზე იმას გიშვება რომ აი გინდა თუ არა ეს ვინ ეკითხება ნათანიაჰუს და ტრამპს რა წესჩვეულებები არის ირანისთვის კი არ ეკითხება ასე შევატრიალებ არა სხვა რამეზეა ლაპარაკი რატომ აწყობს ნათანიაჰუს ირანში დემოკრატია იმიტომ რომ ირანელები იყვნენ კარგად იმიტომ რომ თუ იქ დემოკრატია იქნება მაშინ ესენიც იქნებიან კარგად ანუ თავისი ინტერესით დაგაწყნარებ გოჩა ნათანიაჰუს ისრაელი და ირანი ეს არის ორი სახელმწიფო რომელიც ერთმანეთს ალბათ დამეთანხმებით ჩემი სიტყვები არის გაქრობით ემუქრებიან და აბსოლუტურად არ აინტერესებს ნათანიაჰუს იქ იქნება ყველაზე ძალიან ისტორიკოსი აჭირდება აღმოსავლეთწოდნეობა იმას რა ქვია ირანმა მისცა უფლება აეგოთ ტაძარი სოლომონის ისევ და ებრაელები შემოწმობენ ისრაელში ძალიან კარგად და მშვენივრად ირანში ებრაელების და ირანის მეჯლისის წევრებიც არიან საერთოდ კანონით მოცემულობა სომხებიც არიან ებრაელები ცხოვრობენ არის და დაცულია ეს ტოლერანტული ეს ყველაფერი დაცულია მე თუ მკითხავ ნათანიაჰუს ყველაზე ძალიან სწორედ ის არ უნდა რომ ირანში იყოს აი ესეთი დემოკრატია რასაც გაჭირვება საერთოდ ეს ასე ხდება რა გაიხსენეთ მეორე მსოფლიო ომი როგორ დაიწყო ჰიტლერმა რა მოითხოვა ჰიტლერმა დაიბარა ეს და იმისი რა ქვია მიუნხენის კონფერენცია რომ მოხდა სუდეტის ოლქშიო ჩეხები ჩაგრებიანო ჩემო კარგოვლისო გერმანელებიო ჩეხები ჩაგრავენო და ეს უნდა დავისო და ყველამ ტაში დაუკრა კი ბატონო სოციალური როგორი რეფორმები გაატარა მიზეზი იყო ეს მიზეზი ამიტომ დემოკრატიის დროში შევიდნენ ამერიკელები ერაყში დემოკრატიის დროში წავიდნენ ავღანეთში და მთელი იმაში რა ეხლა სადამ ჰუსეინს რა მოთხოვეს რომ ჩამოაღწიოს ის და ნახე ავღანეთში რა გამოიწვიეს ნახე რა გამოიწვიეს ავღანეთში რომ ვის ხელშია ეხლა ავღანეთი ავღანეთი არის თალიბანის მაგრამ ეს მათი ხო თალიბანი ეს მათი ის არის რა და შენ ვინ გეკითხება ამითი რას იგებ თუ მსოფლიოს არ აქვს ინტერესები აქვს ნინო ინტერესები სხვა როცა შენ ჩემი მეზობელი ხარ და შენ მუდმივად დანას ლესავ ხო და თან იმაშვები ფიქრობ რომ ერთ დღესაც ამ დანას გამომისმევ რა ყელში რა არის ეგ მომენტი ხო და თან ხედავ რომ შენ შიგნით ხალხს კი რასაც შენამო მე მესმის რომ არასდროს არ ყოფილა ეს ორი განსხვავებული ის არის კაცო აზროვნების წესი ერთი არის დასავლური აზროვნების წესი დემოკრატიის წესი და მეორე არის თქვათ რაც აქვს ისლამს და ისლამს სხვანაირად აქვს მით უმეტეს ირანი კიდე ცალკე იმაში ჩაჭდა საერთოდ გოჩა და ისლამთან დამოკიდებულებაში არის ამბივალენტური ამერიკის და რატომ მე გეტყვით ირანი დაუშვათ ირანი არის სულ სხვა მოცემულობა თავის ცხოვრების წესით სპარსელებზე ვიძახი საერთოდ რომ ეთნიკური იდენტობა
და არაბული სამყარო სულ სხვა არის. მათ აერთიანებთ კი, აბსოლუტურად. ირანში შეიტანეს არაბებმა და მერე საკმაოდ საინტერესო ისტორიის ცხოვრების ცხოვრობს ირანი. თქვენ რომ დააკვირდით მისი ისტორია ნახოთ, ხო? ასე მარტივი არ არის. ირანს საუკუნეების განმავლობაში თურქული ტომები მართავდნენ. თქვენ იცით რომ დღე აი ეს ხაჯარებიც დაუშვათ ეს ტომები ყველანი აღამახათხან ესე თურქები იყვნენ შაჰ-აბასის და ყველანი. ყველაზე საინტერესო ისაა, როდესაც რევოლუცია მოხდა ირანში და აიათოლა ხომეინი შემოვიდა და ახალი თეოკრატიული, ანუ ისლამური ახალი მოდელი შექმნეს რეგიონში. ეს ძირითადი პროტაგონისტები ვინც იყვნენ, ყველა თურქული წარმოშობის იყვნენ. ლიდერები, ეს ბოლო ლიდერიც, რაჰბარიც, ხამენეიც, თურქი იყო. ანუ თურქი, აზერბაიჯანელი, ნუ აი ეს არ არის, ხო, იქ სერიოზულ დღევანდელი პრემიერის პეშექსიანიც ისიც თურქი არის, აზერბაიჯანელია და ასე შემდეგ. იქ ცოტა შინაგანი დაპირისპირებაც არის ერთმანეთში. ხა მე არაერთხელა ვარ ნამყოფი და მე ძალიან კარგად ვიცი დამოკიდებულება ნაღდი აი ეთნიკური დახვეწილი რაფინირებული სპარსის და თურქის. ის ვერ იტანს იმას, ისე არ არის. აზერბაიჯანი 7-10 მილიონამდე აზერბაიჯანელი ცხოვრობს. და ეს ტერმინის აზერბაიჯანი საკმაოდ ხელოვნურია შემოტანილი. თქვენ კარგად მე მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსენო, ახლა აი დაპირისპირება არის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ხო იყო ომი და აი იმ ტერიტორიებთან დაკავშირებით. აი მეცინება ისეთ ისტორიის არ ცოდნა საკმაოდ ეს ჩვენი ხალხი და საზოგადოება მიყავს აი ცოტა ეიფორიულ დამოკიდებულებამ. ეხლა რომ მე ვთქვა რომ აი დაუშვათ ის მოცემულობა რაც იყო რომ ყველა სხვა ქვეყნები არის პოსტსაბჭოური ქვეყნები 13 რესპუბლიკა ბალტიისპირეთისგან ყველა რესპუბლიკას ტერიტორიები შეუნარჩუნა და შეუქმნა რუსეთმა და რუსეთის ფედერაცია რუსეთიდან გამომდინარე ჯერ როცა რუსეთის იმპერიაში ხო აი ეს მე როდესაც თქვი რომ დღევანდელი უკრაინა ეს არის სტალინის შექმნილი და ყველა ის 90 ტერიტორია რაც არის ეს არის 7 ქვეყნისთვის წართმეული ტერიტორია რომელიც ესაზღვრება უშუალოდ უკრაინას ატეხეს მთელი ამბავი დღეს სადაც საომარი მოქმედება მიმდინარეობს დონეცკი ვოროშილო ლუგანსკი ზაპოროჟიე ის ხერსონი ეს სურუსული ეკატერინე პირველის შემოერთებული წაართვა რეჩპოსპალიტას უკრაინაში ძალიან საინტერესო იქნება მსჯელობა უბრალოდ დრო აღარ არის დრო და მინდა ეს დავამთავრო და რატომ დავიწყე აი ამერიკის დამოკიდებულება ირანის გარდა ყველა იმ რეგიონში ისლამურ სახელმწიფოები და ყველასთან არის მეგობრული დამოკიდებულება ხო ყველა ქვეყანაში ამერიკას აქვს თავის სამხედრო ბაზა ბაჰრეინი კუვეიტი საუდის არაბეთი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მაგრამ ცხოვრების წესით იქ ამერიკანიზაცია არ მოხდა ისლამმა ჩაკეტა არ შეუშვა ამერიკა არ მოხდა ვესტერნიზაცია ამერიკის. ანუ ცხოვრებისას ვინც ხარ დუბაიში, საუდის არაბეთში, კატარში, ბაჰრეინში, ნაყოფი ნახეთ როგორი ცხოვრებისას ცხოვრები და ფუფუნები 22 საუკუნეში არიან, მაგრამ ცხოვრების წესით, კანონმდებლობით თქვენ იცით რომ პარლამენტი არ აქვს. აბსოლუტური ხელისუფლებაა იმისი, რა ქვია მაგას ემირი არის და მონარქისტული მონარქიული დამოკიდებულება არის ხა. ცუდი გაგებით არ მინდა ცნობილ მონარქისტს დავზივარ ახლა და არ მინდა ის შენი შემომწეს. მეც მონარქისტი ვარ, რა თქვა უნდა და რატო ვამბობ ისეთ ეს დამოკიდებულებაა ჩემო. ისინი მეგობრებიანი ირანი მტრად გამოაცხადა და გოჩა სწორი ეხა არ არის იქ იმაზე. ეს არის თუ ირანი იქნება ისრაელისთვის მისაღები, ნინო, ანუ შეიძლება პარტნიორების გახდნენ. იქ არ არის ეროვნული შუქი, ხო? არ არის ეროვნული შუქი. მე რაღაცა უკვე დაიბადა. კი, მაგრამ თუმცა ვეღასაც უყურებს, ნინო ტანსაცმელზე ეთყობათ, ვისაც დაინტერესებს, ნახონ, უკვე ქალები ბევრად გახსნელად არიან. კი, შედარება არა. ეს მომენტები იქნება და ხვალდაზე გასაკვირველია. მე ერთი აი რითაც მინდა უბრალოდ ხვალდაზე ნათანიაჰუ აღარ იქნება და შეიძლება შეიცვალოს. არა, პიროვნებებს არის, რა არის, იცი? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნებებს სამწუხაროდ. ნათანიაჰუ სხვა შორის თუ მიაქცევთ ყურადღებად, ალბათ გეცოდინებათ, რომ უამრავი სისხლის სამართლის საქმე აღძრული ნათანიაჰუს ერთ-ერთი სერიოზული ოპოზიციონერი ეს გახდა იარი ლაპიდი, მისი წინა პრემიერ-მინისტრი, მას აღძრულია საქმე და ჰააგის სასამართლოს სისხლის სამართლის დამნაშავე ვერ გამოქვეყნდა და დააპატიმრებენ. ესე მარტივი არ არის, თავის გადარჩენაზე, ისე როგორც ტრამპი. ხო, ტრამპს ეხლა აქ არჩევნები თქვენ იცით, გოჩა ბუდიშვილი ვიტყვი. სამამულო ომის მერე ყველაზე დაბალი რეიტინგი
არ ქონი არავის ტრამპის გარდა. ეხლა რო აქვს ეს და ეხლა შუალედური არჩევნები იქნება კონგრესში, ეხლა ნოემბერში თუ საერთოდ ამერიკის კონსტიტუციის ყველა ნაწილი. დემოკრატები თუ გაიმარჯვებენ, არ არის იმპიჩმენტის თემა შეიძლება კი. სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა სამწუხაროდ. არა, ერთი მხოლოდ დავამატებ, რომ მე მაინც პოზიტივში მინდა დავამთავრო, რომ სოფლიოში რაც მიდის პროცესები და საქართველოშიც თუ ავყვებით, ჩვენ ხედავთ ერთ რამეს, რომ მოლაპარაკებები მიდის. ეს ჩანდა ჩინეთში სტუმრობის დროს, როგორც ტრამპის, ისევე პუტინის, ანუ რეალურად ერთპოლუსიანი სამყარო დამთავრდა. თუმცა ჩინეთში ტრამპის და სინპინის შეხვედრა დიდი არაფრით არ დამთავრდა, მინდა მნიშვნელოვანი უბრალოდ ხელის ჩამორთმევა. არა, ნინო, ჩემოყარო, ზოგიერთი კიდე გამოდის ეგრეთ წოდებული ეს, ნუ საოცარი ხდება საქართველოში ხო ექსპერტები და რაღაც რას ლაპარაკ, როგორ არ არის? პირველი ის რომ ირანს იარაღს არ მიაწოდებს. მეორე ის რომ ტაივანის საკითხი გადაწყვეტა ჩინეთთან. ეს არის გადაწყვეტა. ხო, არა, მაგრამ იცი რა, ეგ ორივე საკითხი კითხვის ყველაზე მთავარი. ეგ ორივე საკითხი კითხვის, რაღაც უარყოს ტრამპი და მესამე, ეს პოლიტიკა არ იტყვის და მესამე კიდე ყველაზე მთავარი 200 ბოინგი შეკვეთა მისეს, რაღაც ტრილიონი და პლუს კიდე იმ ორმუზი დაკეტილი რო არის, კიდე საკითხია ეგა. იმაში იყო ხო კავკასკეპლენცა კავკასილი ტყვექალი ბუძიმჟდად ხო აი ბუძიმჟდად და ერთი რამ მინდა ეს ანამ დავამთავრო თუ ბოძის უხდე ხა სტუდიას 20 მაისი იყო დღეს 22 მაისია და გია კრიალაშვილი მინდა გავახსენო კიდე ამ ხელისუფლებას იმიტომ რომ დღემდე დამნაშავეები დაჟილები არ არიან და გია კრიალაშვილი გენერალი არის მოკლული. და აი ძალიან ბევრი რამ ისეთი არ უნდა დავავიწყოთ ხელისუფლებას რა არის ბევრი საკითხი, რაზეც მან უნდა პასუხი აგოს. ის რაც დაიწყო და გააფუჭა სააკაშვილმა, ამ ხელისუფლებამ უფრო კი არ უნდა განავითაროს გაფუჭება, არამედ უნდა გამოასწოროს და კარგი იქნება თუ გაითვალისწინოს. და ეს აი დავამატებ, ნინო, აბსოლუტურად გეთანხმები და ერთი მინდა კიდე უსურო და ვთქვა, რომ უნდა მოხდეს აი კათარზისი განწმენდა თვითონ ეხა გინდა არ გინდა დღეს ხელისუფლებაში ქართული ოცნება და შევყურებთ ხო? ხო. აი რაც დღეს მოხდა ეხლა, ნუ სამართლ თავის მოჭრა ქვეყანის რომ დღეს კიდევ უშიშროების ministris მოადგილე რომელიც დაკავებული იყო ქთამი და დაკავებულია ანუ თქვენ წარმოიდგინეთ თუ ქვეყნის ყველაზე მთავარი ბერკეტი საყრდენ უშიშროები იყო ერთი დაძლევდა ბაგაბახში ფულებს იმაშობოდა მეორე აქ ხედავთ რა ქვეყანაში რა ხდებოდა ანუ გიორგი უძელაურიც მინდა გავიხსენო ჩემი კოლეგა ერთად მუშაობდით ახალთაობაში და ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები მაქვს და სამწუხაროდ ვამბობ აი სიხარულით კი არ ვამბობ ამ ხელისუფლებამ დაიმსახურა ის რომ მე მისი არ მიჯერა აი ეს არის საშინელება რა. ხო დავე ხო უძილაო როგორც აგენტი ხო აგენტის იმას რო დაიჭერეს ხო. მოკლედ დიდი მადლობა საინტერესო მსჯელობისთვის და მე მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით ნახვამდის.